რუმინეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ვიქტორ ოპასკი მთავრობის კანცელარიაში ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ორ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და მიმდინარე მოვლენები განიხილეს. როგორც ცნობილია, რუმინეთის დელეგაცია წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსრულებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა. სტუმრები სამშობლოში 9 ივნის დაბრუნდებიან. ბატონ ვიქტორ ოპასის შეხვედრა იყო საქართველოს არსებულ თითქმის ყველა რელიგიასთან. წარმოდგენილი იყო ინტერრელიგიური სათათბიროს სრული შემადგენლობით. გაიმართა ძალიან საინტერესო საუბარი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ისეთ საკითხებზე, როგორ რეგულირდება სამართლებრივი ურთიერთობები რუმინეთში, ზოგადად სააგენტოს ჩვენი მსგავსი სტრუქტურის არსებობა, რამდენ ხანს ითვლის რა სტრუქტურები არსებობს იქ, როგორია რელიგიური განათლება, ზოგადად რუმინეთში როგორ არის სახელმწიფო ჩართულობა და თანამშრომლობა და პარტნიორობა თავშეთ აღიარებული რელიგიებისა რუმინეთში, ამავე დროს და დაფინანსების საკითხი როგორ არის. ეს საკითხები იყო, რომელმაც ასე ვთქვათ გამოიწვია კითხვა-პასუხის ფორმატი და ისეთ საინტერესო ინფორმაცია გახდა მათ შორის ჩვენთვის სააგენტოსთვის ერთ-ერთი და მეორეს თვითონ რელიგიებისთვის უშუალოდ, რომ ასე ვთქვათ გამოიწვია გარკვეული ინფორმაციულობის ნაკადი და შესაბამისად გადაწყვეტილების სწორი მიღების საშუალება. ძალიან ამაყივარ, რომ ბატონმა ზაზამ საქართველოში მომიწვია. დღევანდელ შეხვედრაზე ღონისძიების მონაწილეებს შემიქვეყნეს გამოცდილება გავუზიარე. რუმინეთში დაახლოებით 18-მდე რელიგიური კონფესიაა დარეგისტრირებული. ამიტომაც ვფიქრობ, საინტერესო იყო იმის განხილვა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებთან თანამშრომლობა.